გამარჯობა, ეს დიდი ვეზირის მორიგი ეპიზოდია, მე შოთა თხელიძე ვარ. ამ ეპიზოდში შევეცდები წინა ეპიზოდში განხილული ერთ-ერთი თემა გავაგრძელო, რომელიც აქტუალურობას ახლა წინარჩუნებს საერთაშორისო ასპარეზზე. ეს არის შეერთებული შტატების მხრიდან გაზრდილი ესეთი ვერბალური აგრესია ირანის მიმართ, რომელიც ჯერჯერობით ვერბალურ სივრცეში რჩება, თუმცა მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები, საკმაოდ ესეთი ბევრი კითხვის ნიშნები არსებობს. თუმცა ამ ეპიზოდში არ შევეხებებ თავად ამ კონფლიქტის პროცესს და მის შინაარსს, არამედ შევეხები კონკრეტულად თავად ირანის ისლამური რესპუბლიკას და აი მის თეოკრატიული სისტემის გარკვეულწილად გამოწვევებს თუ რა, ესე ვთქვათ, ნახევრად კრიზისულ მომენტში იმყოფება ამ შემთხვევაში ირანი დღეს. იმისათვის რომ ესე ვთქვათ, ზოგადად გავიგოთ რატომ არის ირანი ისლამური რესპუბლიკა და თეოკრატიული სისტემა, რომელიც მხოლოდ 45 წელიწადია არსებობს და მსგავსი ტიპის ირანი პრაქტიკულად მისი არსებობის განმავლობაში არ ყოფილა, ამისათვის მნიშვნელოვანია ცოტა შედარებით უკან წავიდეთ მე-19 საუკუნეში, გარკვეულწილად პარალელებიც კი გავავლოთ, მაგალითად ამ შემთხვევაში ჩინეთთან, ხომ? როგორც მაგალითად ჩინეთს ქონდა ეგრეთ წოდებული 100-წლოვანი დამცირების ეპოქა, მე-19 საუკუნის შუა პერიოდიდან მე-20 საუკუნის შუა პერიოდამდე, როდესაც ჩინეთის აი უზარმაზარ ცივილიზაციას პრაქტიკულად მართავდა ბრიტანეთის იმპერია და მას ასე ვთქვათ პოლიტიკური სუვერენულობა დაკარგული ჰქონდა და გეოპოლიტიკურ სცენაზე ის იყო მხოლოდ ობიექტი და როგორც ეკონომიკურად ისე დემოგრაფიულად მაშინ ჩინეთი შეირყა, დაახლოებით იგივე პროცესი განვლო სპარსეთის იმპერიამ, შემდგომ უკვე ირანმა, აი ზუსტად იგივე პერიოდი, დაახლოებით მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის შუა პერიოდებიდან მე-20 საუკუნის აი ისლამურ რევოლუციამდე 1979 წლამდე ირანსაც ჰქონდა ეგრეთ წოდებული ეს სანახევროდ დამცირების 100-წლეული, როდესაც სპარსეთის იმპერია პრაქტიკულად იყო დაქვემდებარებული იმავე დიდი ბრიტანეთის პოლიტიკურ ნებას. სპარსეთის იმპერია არასდროს ყოფილა კოლონიზებული, არც რაღაცა პროტექტორატის სახე ჰქონდა, თუმცა აი მე-19 საუკუნის ბოლოს მე-20 დასაწყისში ის პრაქტიკულად სრულად ემორჩილებოდა ბრიტანელების ნებას, ნაწილობრივ რუსეთის იმპერიის ნებას და შემდგომ საბჭოთა კავშირის ნებას მეორე მსოფლიო ომამდე. ამიტომ როგორც ჩინეთს, სპარსეთის იმპერიასაც არ ჰქონდა საკუთარი პოლიტიკური სუვერენულობა და არ წარმოადგენდა გეოპოლიტიკურ ასპარეზზე პოლიტიკურ სუბიექტს. ესეც რა თქმა უნდა სპარსებისთვის, ირანელებისთვის იყო ესე ვთქვათ ეროვნული ტრაგედია, რადგან როგორც ჩინეთი, სპარსეთიც არის 1000-წლოვანი ცივილიზაცია და კულტურა, რომელსაც ესე გარე აქტორი, როდესაც უხეშად ერევა ასეთ პოლიტიკური ისტორიული ერთეულის მართვაში, საკმაოდ ესეთი წავია ხოლმე ამ მსგავსი საზოგადოებების. აქედან გამომდინარე, ირანის ისლამური რევოლუცია იყო საკმაოდ დიდი მნიშვნელოვანი მოვლენა თავად ირანელებისთვის, რომელიც შეიძლება აღწეროთ ასე, რომ ირანის ისლამური რევოლუცია ის იყო დიდი განმათავისუფლებელი რევოლუცია გარე აქტორებისგან, ასე ვთქვათ, ირანის გათავისუფლება გარე აქტორებისგან და სრული პოლიტიკური სუვერენულობის და დამოუკიდებლობის მოპოვება. გარდა ამისა, მთლიანად უნდა განვიხილოთ მაშინდელი ახლო აღმოსავლეთის რეგიონიც, ზოგადად თანამედროვე ახლო აღმოსავლეთი ეს არის ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური სივრცე პირველი მსოფლიო ომის შემდგომ დასავლური იმპერიების, უფრო მეტწილად ისევე დიდი ბრიტანეთის მხრიდან და ნაწილობრივ საფრანგეთის მხრიდან, რომლებმაც უბრალოდ ის ქვეყნები, რომლებიც დღეს არსებობენ ახლო აღმოსავლეთში, მათი ხელოვნურად წარმოქმნილი სახელმწიფოებია ეს ხელოვნური არაბული სახელმწიფოები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, მათ შორის სპარსეთის ყურის მონარქიებიც, რომლებმაც თუ რაღაც 50 წელიწადია ამ შემთხვევაში დამოუკიდებლობა მოიპოვეს. თუ არ ჩავთვლით საუდის არაბეთს. ბოლო თითქმის საუკუნეა, აი მთლიანად ეს ისლამური სივრცე არის დაქვემდებარებული გარე ძალას, რომელიც იმართება არა შიდა პოლიტიკური ძალების მიერ და არ არის, ასე ვთქვათ, ეს რეგიონი არ იყო ამ შემთხვევაში ავთენტური და ესე ვთქვათ, ირანის ისლამური რევოლუციაც იყო ესეთი პირველი მერცხალი ამ მიმართულებით, რომელიც შეეცადა აი ამ
დამორჩილებულობის და დამოკიდებულების, ასე ვთქვათ, აი ამ ჩაკეტილი წრის გარღვევას და ისლამური რევოლუციის იდეოლოგიაც დაეფუძნა იმას, რომ ამ შემთხვევაში ამ რევოლუციას უნდა გაეთავისუფლებინა დანარჩენი რეგიონი. ანუ ამას ისლამური რევოლუციის ექსპორტში მოიაზრებოდა ეს, რომ რეგიონი უნდა გათავისუფლებულიყო გარე ძალებისგან და გამხდარიყო ეს დამოუკიდებელი. ხოლო ამის მთავარი საშუალება იყო სწორად ისლამი, იმიტომ რომ ისლამურ სივრცეში მთავარი ესეთი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი, მათ შორის პოლიტიკური ნიშანი არის ამ შემთხვევაში რელიგია და ამ შემთხვევაში ისლამი. ამიტომ ირანის ისლამური რევოლუცია პირველ რიგში უფრო იყო ანტიიმპერიული პროექტი, გათავისუფლების ემანციპაციის პროექტი, ვიდრე რელიგიური რაღაც ესეთი ისლამური პროექტი, უბრალოდ ისლამი ამ შემთხვევაში მოიაზრებოდა საშუალებად და არა მიზნად. ეს პროექტი არსებობს, როგორც გითხარით, 45 წელიწადია და ნუ ეს ისლამური რევოლუციის ექსპორტის იდეა ირანს ჯერჯერობით ამაზე უარი არ უთქვავს და ამაში აი ამ იდეოლოგიაში მოიაზრება როგორც ვახსენეთ, თქვათ, რეგიონის გათავისუფლება გარე ძალებისგან, ამ შემთხვევაში შეერთებული შტატებისგან და რომლის და ერთ-ერთი მთავარი მიმართება ამ შემთხვევაში არის ისრაელის მიმართ წინააღმდეგობა, რომელიც აი ამ მოიაზრება აი გარე ძალების ხელოვნურად შექმნილ აქტორად რეგიონში, რომელიც ახდენს პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ წნეხს რეგიონზე და არაძლევს რეგიონს რომ გათავისუფლდეს და გახდეს ის ავთენტური და შიდა პოლიტიკური ძალების მხრიდან, ასე ვთქვათ, მართული და ნუ ასე ვთქვათ, შეიქმნას გარკვეული ისლამური ჰარმონია ახლო აღმოსავლეთში, ამიტომ თავარი ორიენტირი ზუსტად ამიტომ არის დღევანდელი ისლამური რესპუბლიკის ანტიიმპერიალისტური იდეოლოგიის თავარი ორიენტირი არის ამერიკისა და ისრაელის მიმართ წინააღმდეგობა, ალბათ ყველას გაგიგიათ ეს ცნობილი ფრაზა death to America, death to Israel. მე წინა ერთ-ერთ ეპიზოდში აღწერე კიდევაც რა სისტემა შექმნა ბოლო 10-15 წელიწადია ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ ისრაელთან და შეერთებულ შტატებთან დასაპირისპირებლად და მათ შესაკავებლად აღწერეს შიიტური წინააღმდეგობის რკალი და რომელიც ესე ვთქვათ მოიაზრებოდა, რომელზედაც თანამედროვე ესე თეოკრატიული ელიტები ეყრდნობოდნენ აი ამ სისტემას, რომ აი ჩვენ ვიბრძვით, ამით ახდენდნენ საკუთარ ლეგიტიმაციას, რომ აი ჩვენ ვიბრძვით რეგიონის გასათავისუფლებლად. ნუ საბოლოო მიზანი არის ეს იერუსალიმის გათავისუფლება და ირანის აი ამ თეოკრატიულ სისტემას ცალკე ასე ვთქვათ სამხედრო მიმართულებაც აქვს, ესეც ყველასთვის ნაცნობი იერუსალიმის გათავისუფლების ძალები, მაგრამ ეხლა როგორ შეიცვალა ეს ყველაფერი ბოლო 1 წლის განმავლობაში, ხო? ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ რა, რომ ასე ვთქვათ სერიოზული დარტყმა მიადგა ჰამას ღაზის სექტორში, რომელიც ნაწილობრივ დაახლოებული იყო ირანთან და ჩვენ ვნახეთ, რომ თეირანში მოკლეს ჰამასის პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე. სერიოზული დარტყმა მიადგა ჰეზბოლას ლიბანში. ნახეთ, რომ მთლიანად პოლიტიკური და სამხედრო ისტაბლიშმენტი ორგანიზაცია ჰეზბოლას განადგურებულია. ნახეთ, რომ რამდენიმე თვის წინ სირია, როგორც აი ამ შიიტური წინააღმდეგობის რკალის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა, პრაქტიკულად რამდენიმე დღეში ჩამოიშალა და ჩვენ ახლა ვუყურებთ ჰუსიტებზე, ასე ვთქვათ, დაწყებულ სამხედრო გააქტიურებულ ოპერაციას შეერთებული შტატების მხრიდან, რომელიც ყოველდღიურად ბომბავს ამ ჰუსიტების, ასე ვთქვათ, არ ვიცი ხა სამხედრო წერტილებს თუ რას, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში იემენის ჩრდილოეთი ამ შემთხვევაში იბომბება. ანუ როგორც წინა იმ ეპიზოდში ვახსენე, აი ეს შიიტური წინააღმდეგობის რკალი, რომლითაც თეირანში თეოკრატიული სისტემა საკუთარ თავის ლეგიტიმაციას ახდენდა, რომ აი ვიბრძვი ჩემი იდეოლოგიის განსახორციელებლად და ვაწარმოებ წინააღმდეგობას, ამ წინააღმდეგობას მიადგა საკმაოდ დიდი დარტყმა და ირანის მიმართ ზოგადად ირანშიც და ირანს მიღმაც საერთაშორისო ასპარეზზე არის საკმაოდ დიდი კრიტიკა, თუ რატომ უშუალოდ არაფერს არ აკეთებს იმისათვის, რომ გადაერჩინა ამ შემთხვევაში ჰამასი, იგივე ჰეზბოლას უფრო მეტად დახმარებოდა, გადაერჩინა ასადის ხელისუფლება სირიაში და
მაგალითად ახლა რატომ უფრო აქტიურად არ ერთვება ჰუსიტების დასახმარებლად. ეს კრიტიკა არსებობს და ეს თქვათ საფუძვლიანი კრიტიკაა, ვინც აი ამ იდეოლოგიით, ამ პრიზმით უყურებს ახლო აღმოსავლეთს და დღეს ესეთი ლეგიტიმაციის კრიზისის წინაშე აღმოჩნდა თეოკრატიული სისტემა იმ გაგებით, რომ თუ მაგალითად შიიტური წინააღმდეგობის რკალი აღარ იარსებებს, მაშინ რა აზრი აქვს ამ თეოკრატიული სისტემის და ამ ანტიიმპერიალისტური იდეოლოგიის ქონას, ხო? შენ თუ ამას არ აკეთებ და ამისკენ არ იბრძვი და შენ არაფერი გააკეთე, რომ ეს შენი წინააღმდეგობის რკალი დაგეცვა, ხო? ეს არის საკმაოდ დიდი, ესე ვთქვათ, იდეოლოგიური გამოწვევა თავად ირანშიც, ანუ ამ თეოკრატიული სისტემის მომხრეებისთვის, ხო? მე ამისთვის ვიბრძვი, რაღაცა გამოვდივარ ყოველ რაღაც პარასკევს თუ ყოველ თვეს, ყვირი რომ სიკვდილი ამერიკას სიკვდილის და ამ დროს ეს ჩემი ხარდაჭერილი ამ შემთხვევაში ხელისუფლება არაფერს აკეთებს, ხო? ეს საკმაოდ ესეთი კრიტიკული გამოწვევაა, მაგრამ არის მოსაზრება ესეთი, რომ ასე ვთქვათ, ირანმა უნდა თავი დაანებოს არაბების საქმეში ჩარევას, ყველა ჰეზბოლაც, ჰუსიტებიც, სირიაც და ასე შემდეგ, ჰამასიც ეს არაბები არიან და იერუსალიმის საკითხი მათი საქმეა და ირანმა თავად მოახდინოს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და იფიქროს, ანუ რაღაც ინვერსიული აზრი არსებობს ირანში ამ გაგებით. მსგავსი მიდგომის პრინციპით გამოდის, რომ ირანმა მთლიანად უნდა შეცვალოს მისი საგარეო პოლიტიკა 180 გრადუსით და მან დაიწყოს გარკვეულწილად ნორმალიზება შეერთებულ შტატებთან და შემდგომ რაღაც მომავალში ალბათ ისრაელთანაც, მაგრამ აქაც არის საკმაოდ სერიოზული გამოწვევის წინაშე დგება თეოკრატიული სისტემა, რომ შენ ხარ იმიტომ, რომ ებრძოლო აი ამ დასავლურ ძალებს და მის წარმომადგენლებს რეგიონში ისრაელს და თუ შენ ახდენ მასთან ნორმალიზებას, რომელსაც 45 წელიწადიან სატანას ეძახი და სიკვდილს უსურვებ, მაშინ მე რაღაც მინდა ეს თეოკრატიული სისტემა, ხო? მაშინ ამ სისტემას შევცვლი და სხვა ესეთი რაღაცა სეკულარული სამოქალაქო ესეთი რესპუბლიკას შევქმნი, ხო? ანუ ორივე მიმართულებით ამ შემთხვევაში დღეს თეოკრატიული სისტემა, გულისხმობ აიათოლების მმართველობას არის ლეგიტიმაციის კრიზისის წინაშე, ხო? ანუ ჩამოვყალიბდეთ, თუ ის არ ეხმარება შიიტური წინააღმდეგობის რკალს და არ იბრძვის ამ საშუალებით და არ წერს წინააღმდეგობას ისრაელის მიმართ, მაშინ რაში მჭირდება მაშინ ეს თეოკრატიული სისტემა და ანტიიმპერიული იდეოლოგია და თუ მაგალითად საპირისპიროს ვაკეთებ და ნორმალიზებას ვიწყებ შეერთებულ შტატებთან, მაშინ იგივე კითხვა ჩდება და მაშინ რაში მჭირდება ეს ანტიიმპერიული რიტორიკა და ეს უბრალოდ ესეთი ჰაერში გასროლილი ხარჯები, რომელიც იხარჯება რაღაც არაბების შიდა სამზარეულოს დასალაგებლად, ხო? ამ ხრივ არის ესეთი ლეგიტიმაციის კრიზისში დღეს თეოკრატიული სისტემა. მაგრამ ის რაც დღეს ხდება, ეს არის გარკვეულწილად, ეხლა არ ვიტყვი ხა მაშველის რგოლი, მაგრამ დახმარება ზუსტად ამ თეოკრატიული სისტემის მიმართ. გულისხმობ იმას, რომ შეერთებული შტატების ეს გაზრდილი აგრესია და უკვე ომის რიტორიკა, რომ მე თუ არ მივიღებ იმას, რაც მინდა ირანისგან, უარს არ ვიტყვი სამხედრო ძალის გამოყენებაზე, ეს რა თქმა უნდა ახდენს შიდა მობილიზებას საზოგადოების, რაც არ უნდა წინააღმდეგობა არსებობდეს ხელისუფლების მიმართ და ახდენს ზუსტად ამ თეოკრატიული სისტემის ლეგიტიმაციას და გარკვეულწილად ხელახალ სიცოცხლეს ძენს ამ შემთხვევაში აიათოლებს და მათ ანტიიმპერიალისტურ იდეოლოგიას. ამიტომ სამხედრო აგრესია შეერთებულ შტატების მხრიდან ეს იქნება თეოკრატიული სისტემის გამყარებისკენ მიმართული ნაბიჯები და არა მისი დასუსტებისკენ, ხო? მაგალითად ობამას პერიოდში, როდესაც დაიდო ბირთვული შეთანხმება ირანთან, ეს იყო გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი პოლიტიკა, რომელიც ზუსტად აი შიდა ლეგიტიმაციის კრიზისს ემსახურებოდა შიგნით ირანში და არა მაგალითად თუნდაც რა თქმა უნდა ის რეგიონულ უსაფრთხოებას ეხებოდა, მაგრამ თუ ესე უფრო ხმად ჩავიხედავთ აი ამ
ბირთვული შეთანხმების პოლიტიკურ შინაარში ეს უფრო ამაზე იყო გათვლილი, რომ აი მაგალითად თუ ეხა შენ თეოკრატიული სისტემა, რომელიც ხარ, იმიტომ რომ ებრძვი ამერიკას, შენ მასთან უკვე ურთიერთობა გაქვს და გარკვეულ შეთანხმებებს ახსოვ, მაშინ მე არანაირი რაღაცა სურვილი არ მაქვს და ანუ აღარ რჩება არგუმენტი თუ რატო უნდა ხარი დაუჭირო აი ამ სისტემის არსებობას, როდესაც მე მაგალითად როგორც ვახსენე, შემიძლია ვიყო სეკულარული რესპუბლიკა, ხო? მაგრამ დღევანდელი სიტუაცია კიდევ ესეთი ძალიან წააგავს 2003 წლის პერიოდს, როდესაც წინა პოლიტიკური სამზადისი იწყებოდა ერაყის ომის დასაწყებად, როდესაც ესეთი გარკვეულ არგუმენტებს ეძებდა შეერთებული შტატები იმისათვის თუ რატომ უნდა მოეხდინა ერაყში ინტერვენცია და ერთ-ერთი მთავარი ესეთი არგუმენტი მაშინ იყო ისრაელის მაშინ პრემიერი არ იყო ბენიამინ ნეთანიაჰუ, თუმცა ყოფილი პრემიერი იყო და გავლენიანი პოლიტიკოსი, რომელიც დაახლოებით იგივე ტექსტებს საუბრობდა მაშინაც ერაყის წინააღმდეგ, კონკრეტულად სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ, რასაც ახლა ამბობს, რომ ირანს არ უნდა კონდეს ბირთვული შეთანხმება, აი მოусმინოთ ამ პატარა მოკლე ვიდეოს. If you take out Saddam's regime, I guarantee you that it will have enormous positive reverberations on the region. And I think that people sitting right next door in Iran, young people, and many others will say, the time of such regimes, of such despots, is gone. There is a new age, something new is happening. Removing Saddam's regime is itself legitimate. No, აქ იძახის, რომ სადამის ხელისუფლების ჩამოგდებას ექნება საკმაოდ დიდი პოზიტიური გავლენა რეგიონის განვითარებაზე და ყველა ის ახალგაზრდა, რომელიც ცხოვრობს რეგიონში, იფიქრებს, რომ მსგავს ავტორიტარულ რეჟიმებს ამ რეგიონში მომავალი არ აქვს. Is not one of them. And equally immaterial in my mind is the argument that America cannot oust Saddam without prior approval of the international community. Because this is a ruler who is rapidly expanding his arsenal of biological and chemical weapons. This is a dictator who has used these weapons of mass destruction against his subjects and his neighbors. And this is a tyrant who is feverishly trying to acquire nuclear weapons. აქ იძახის, რომ ბევრი იძახის, რომ არ არსებობს არგუმენტი იმისათვის, რომ მოხდეს ინტერვენცია ერაყში, მაგრამ როგორ არ არსებობს და ამბობს, რომ სადამ ჰუსეინი ფლობს ბიოლოგიურ და ქიმიურ იარაღს, რომელიც მან წარსულში გამოიყენა კიდევაც საკუთარი მეზობლების წინააღმდეგ, იგულისხმებოდა ირანის ომი და ეს ავტორიტარი ცდილობს შექმნას ბირთვული იარაღი. მაგრამ აქ ახლა კრიტიკული მოცემულობა არის ის, რომ მე ვახსენე კიდევაც წინა ეპიზოდში საკმაოდ კაბალურ რაღაცას თხოვს შეერთებული შტატები, ისრაელის დავალებით ამ შემთხვევაში ირანს, რომ მან ბირთვული იარაღის შექმნის პრევენცია კი არ მოახდინოს, არამედ ის სამოქალაქო დანიშნულების მქონე ბირთვული რეაქტორები, რომლებიც არსებობს ირანში, აი ნატანცისა და ბუშერის ბირთვული რეაქტორები, სადაც იწარმოება ბირთვული ელექტროენერგია, ესენიც უნდა, ასე ვთქვათ, გაუქმდეს. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ახსენა, რომ ჩემთვის მხოლოდ მისაღებია ლიბიის სცენარი, თუ არა და მაშინ გამოყენებული იქნება სამხედრო აგრესია ირანის წინააღმდეგ. ლიბიის სცენარი ეს რა იყო 2003 წელს მუამარ კადაფის უარი ათქმევინეს ზუსტად აი ამ სამოქალაქო ბირთვულ ენერგიაზეც. და მე შემდეგ უკვე ვნახეთ ლიბიის მომავალი როგორ გაგრძელდა და როგორ დასრულდა თავად მუამარ კადაფის სიცოცხლე, ხო? დაახლოებით იგივეს თხოვენ ირანს ეს რაღაც ბირთვულ პაკეტში და ამ ბირთვულ პაკეტის მიღება, როგორც ვახსენეთ, თხოვენ თლიან ბალისტიკური რაკეტების პროგრამის გაჩერებას, რაც პრაქტიკულად გულისხმობს იმას, რომ ქვეყანა უნდა განიარაღდეს და დარჩეს დაუცველი ყველა, ასე ვთქვათ, მხრივ და რომელსაც, დანარჩენი გარანტიები ირანის უსაფრთხოების არ არსებობს და არც არავინ თავაზობს ამ უსაფრთხოებას. რატომ არის ახლა მაგალითად ნეთანიაჰუს მხრიდან ესეთი გაზრდილი წნეხი ამ შემთხვევაში ირანის წინააღმდეგ და მოთხოვნა შეერთებული შტატების მხრიდან, რომ ირანის მიმართ კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯები გადადგას, ხო? ბენიამინ ნეთანიაჰუს პერსპექტივიდან მისი ესეთი ultimate საბოლოო მიზანი არის ირანთან ომი და ირანის როგორც მისი მოწინააღმდეგის საბოლოოდ ჩამოშლა, ხო? ეს არის ისრაელის და კონკრეტულად ნეთანიაჰუს საბოლოო მიზანი.
ნეთანიაჰუ თვლის, რომ ამ მიზნის მისაღწევად ოპტიმალური ვარიანტია დონალდ ტრამპი და ეს დღევანდელი ადმინისტრაცია. იმიტომ რომ მომავალში ორი სცენარი გამორიცხავს შემდგომ ირანთან კონფლიქტს, რომ თუ დემოკრატი პრეზიდენტები გახდება მომავალში შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დემოკრატის დათანხმება ირანის წინააღმდეგ ომის დასაწყებად საკმაოდ რთული იქნება, იმიტომ რომ ისტორიულად ეხლა კარგი ურთიერთობა დემოკრატებს არ ჰქონდათ ირანთან, თუმცა ომი მათი თვალსაჩინოებიდან იყო გამორიცხული ირანთან, ეს რთული შეთანხმებაც დემოკრატმა ბარაკ ობამამ დადო. და მეორე ვარიანტი, რომ თუ მაგალითად კაი დონალდ ტრამპს არ დავაწყებინებთ ომს და იქნება სხვა რესპუბლიკელი პრეზიდენტი, მაშინ პროცესები მიმდინარეობს ისე, რომ დღითიდღე უფრო იზრდება ჩინეთ, რუსეთ, ირანის ინტეგრაცია ერთმანეთში და მათ შორის უკვე შემოდის სამხედრო უსაფრთხოების ელემენტი, უსაფრთხოების საერთო, არ ვიტყვი ხარო საერთო ქოლგა შექმნიან, მაგრამ ესეთი უსაფრთხოების თანამშრომლობის ელემენტები შემოდის ამ სამ დიდ მოთამაშეს შორის, რომელიც მომავალში ეს ინტეგრაცია კიდევ უფრო როგორც ვახსენე, უფრო ესეთი ნაყოფიერი და შეიძლება უფრო ნიშნულოვანი გახდეს მათთვის და ეს მერე უკვე პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის ირანზე თავდასხმას. ამიტომ ნეთანიაჰუ ფიქრობს, რომ დღეს არის ეს ოპტიმალური შესაძლებლობების ფანჯარა, რომ სანამ მომხდარა ირანის სრულფასოვანი ინტეგრაცია რუსულ-ჩინურ ალიანსში და მეორე რომ არის დონალდ ტრამპი, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი გავლენა ებრაულ ლობს და რომელზე მანიპულირებაც შესაძლებელია, იმიტომ რომ როგორც მოგეხსენებათ, ესეთი დონალდ ტრამპთან ესეთი პერსონალური ურთიერთობებით უფრო შესაძლებელია გარკვეული პოლიტიკური სარგებლის მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე შემდგომი პრეზიდენტები უფრო რაღაცა სისტემურად შეიძლება შეხედავენ პრობლემას. ეს რაც შეეხებოდა ირანს, მე მაქვს მეორე ესეთი საინტერესო თემა, რომელიც ჩვენთვისაც შეიძლება ესეთი არ არის მეინსტრიმ მედიაში არ გაჟღერებულა და არ არის ესეთი მთავარი განხილვის საკითხი, თუმცა მნიშვნელოვანი იყო იმ გაგებით, რომ გარკვეულ სამშვიდობო შედეგი მიიღწა პოსტსაბჭოთა სივრცეში გასულ კვირას ცენტრალური აზიის სამმა ქვეყანამ უზბეკეთმა, ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა ხელი მოაწერეს სასაზღვრო სამშვიდობო შეთანხმებას ეგრეთ წოდებულ ფერგანას ველის შესახებ. ფერგანას ველი ეს არის დაბლობი ტერიტორია, საკმაოდ ნაყოფიერი მიწები აქვს, არის წყლის მაღალი რესურსები და არის ერთ-ერთი არა, მაგრამ ერთ-ერთი ადგილი ცენტრალურ აზიაში, სადაც ტყეებია და ეს ველი არის საკმაოდ მაღალი სიმჭიდროვით დასახლებული რეგიონი, უმეტესწილად უზბეკები ცხოვრობენ, როგორც რუკაზე ჩანს, მაგრამ ამ საზღვრთან არის დიდი ქალაქები, ყირგიზული ქალაქი ოში და ტაჯიკეთის ქალაქი ხუჯანდი, რომელიც საკმაოდ ესეთი მოზრდილი ქალაქია. ჯამში ამ რეგიონში ცხოვრობს, აი ფერგანას დაბლობზე ცხოვრობს 15 მილიონამდე ადამიანი და ეს საზღვრები ამ სამ ქვეყანას შორის არ იყო აქამდე დელიმიტირებული და პერიოდულად ხდებოდა სამხედრო შეტაკებები. ეს საკმაოდ გამწვავდა 2021, 22 და 23 წლებში, ყოველ წელს ხდებოდა ესეთი კონკრეტულად ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის. ყველაზე ესეთი კრიტიკული მომენტი იყო 2022 წელს, როდესაც ტაჯიკებსა და ყირგიზებს შორის შეტაკებას მოყვა მსხვერპლი 36 სასაზღვრო პოლიციელი სამხედრო მაშინ დაიღუპა. როგორც ვახსენე, გასულ კვირას ამ ქვეყნის სამი პრეზიდენტი შეიკრიბა, სადირ ჯაფაროვი, ყირგიზეთის პრეზიდენტი, შავკატ მირზოევი, უზბეკეთის პრეზიდენტი და ემამული რაჰმონი, ტაჯიკეთის პრეზიდენტი, მათ ისინი შეთანხმდნენ, რომ ამ საზღვრების დელიმიტაცია მოხდება და მსგავსი შეტაკებები აღარ განმეორდება ამ ტერიტორიაზე. ერთი შეხედვით შეიძლება ეს რაღაც შიდა სამეზობლო საკითხის მოგვარებას გავდეს, თუმცა ამას უნდა შევხედოთ უფრო ფართო სურათით და თქვა თუ რატომ მოხდა მაგალითად ეს სამშვიდობო შეთანხმება ახლა, ხო? როდესაც მაგალითად ბოლო წლები იყო ყველაზე კრიტიკული ამ მიმართულებით და მაგალითად ტაჯიკეთი და ყირგიზეთი იყო ომის ზღვარზე ამ მიმართულებით, იმიტომ რომ გარკვეული ისეთი როგორც ვახსენე პატარ-პატარა ანკლავებია ყირგიზეთის ტერიტორიაზე, უზბეკური, ტაჯიკური და მათი საზღვრები გაურკვეველი იყო.
ეს ქვეყნები ყირგიზეთი და ტაჯიკეთი არის კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრი ქვეყნები, ხოლო სამივე ერთად არის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნები. ცენტრალური აზია ეს არის აზიურ მატერიკზე ცენტრალური სახელწოდებიდან გამომდინარე, ესეთი ბირთვი ტერიტორია, რომლის გარშემოთაც არის თავარი ძირითადი მოთამაშეები. ჩრდილოეთით რუსეთი, აღმოსავლეთით ჩინეთი, სამხრეთით პაკისტანი, ინდოეთი, აქეთ სამხრეთ-აღმოსავლეთით ირანი. ეს არის ცენტრალური ნაწილი, სადაც რაღაცა გარკვეული პოტენციური კონფლიქტის პოტენციური კერების დატოვება აი ამ მსხვილი მოთამაშეების მხრიდან არის საკმაოდ ესეთი სტრატეგიული შეცდომა იქნება, იმიტომ რომ დღეს ამ გეოპოლიტიკურ რეალიებში, როდესაც უკვე რეალპოლიტიკა ბრუნდება საერთაშორისო ურთიერთობებში და ყველა ესეთი ინსტრუმენტი გამოყენებული იქნება მოწინააღმდეგის მხრიდან, აი ეს დიდი მოთამაშეები ცდილობენ, რომ მათ შუაგულში არსებული სივრცის მაქსიმალურად სტაბილიზება და ესეთი დამშვიდება მოხდეს, რომ ეს კონფლიქტები არ იქნეს მომავალში გამოყენებული სხვა ძალების მხრიდან. ეს ასე ვთქვათ, უშუალო ჩარევა ამ შემთხვევაში ჩინეთის მხრიდან ან რუსეთის მხრიდან არ ყოფილა, თუმცა მეტწილად ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ მათი გამოისობით და აი ამ დიდი მოთამაშეების დიპლომატიით შედგა ის, რომ აი ამ ქვეყნებს შორის ეს სასაზღვრო მშვიდობა ჩამოყალიბდა, რაც ამ შემთხვევაში მისაღებია ყველასათვის. დღეისათვის სულ ეს იყო, მე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი და მონიშნოთ ზარის ღილაკი, რომ არ გამოგჭეთ შემდეგი ვიდეოები დროებით.